ძველი ტელეფონი, ძველი ხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. დაგიბრუნდით ორ მიშასთან ერთად. მიშა ცაგარელია, ჩვენ ჩავიფიქრებ, კი ბატონო, უნდა ჩავიფიქრო, კარგი ზაფხული, პრინციპში მე ზაფხული კარგად დამეწყო და რა თქმა უნდა მიშა ცაგარელი ჩვენთან ერთად და ზაფხულის ასტროლოგიური პროგნოზი, ხო? ბატონო, მე მინდა მოგესალმები მე მიშათ მოგმართავ, იმიტომ რომ ბატონი რა თავი მაქვს მახსოვს. ბავარა რამდენი წელია უკვე ჩვენ. ნახე როგორი რამე ვიპოვე, არ დადეგი. აი ეს არის მზისლიური მოქცევაზე დამყარებული ძველი ქართული წარმართული კალენდარი, დაახლოებით 20 ივლისი, 20 აგვისტო და ეხლა უკვე თემას უახლოვდებით. ზოდიაკური ქრონოლოგიის თანახმად, რომელსაც საფუძვლად უდევს ქართული წარმართულ კალენდარს, არ დადეგის დრო მზე ზოდიაქოს ლომის ნიშანზე დგას. მზერა ლომშია შევა, გასვლამდის არ დადეგი არის. სულხან საბა ორბელიანი. დიახ. პატარა შესავალი გავაკეთე. სულხანმა ჩვენმა ძინმა წინაპარმა ძალიან კარგად იცოდა ასტროლოგია, როგორც ბევრმა სხვა წინაპარმა. შესავალი გავაკეთე. და სამწუხაროდ ბევრმა არ იცის ამის შესახებ. მაგრამ მე მინდა სხვა რამე დავიწყო რა. რა გადასარევად გამოიყურება ჩვენი მორიელი. კი, ნამდვილად. ესე იგი, რო შემოვედი და რო შევხედე, ვიფიქრე, რადიოში ვარ თუ სადმე საზღვარგარეთ რამე ვფიქრე. ზუსტად იგივე. აი, დიდი მადლობა. არ არის ეგრე? მე თავი მეგონა რომელიღაც ფილმში, სადაც მე აღმოჩნდი უცებ ეკრანის. მადლობა. აი, ყველაფერს იცი რა მომეწონა, ყველაზე მეტად ჩვენი მორიელი. ვარა, ჩვენი მორიელი, თავის გამოხედვით, თავის თვალებით, აზანზარებს ხო და მაშინ ჩვენი მორიელიო და დავიწყოთ არასტანდარტულად მორიელებით. რას გვერდით ბატონო, მორიელებს? ძალიან გერჩით, იმიტომ რომ ძალიან ეშხიანები ხარ, ძალიან ეფექტურები ხარ, ძალიან მაგრები ხარ, ძალიან ინტუიციურები ხარ. ნუ ერთ სიტყვით თქვენს გარეშე უინტერესოა ცხოვრება. ამიტომაც გერჩით. ამიტომ გასაგებია პასუხი და ზაფხული როგორი გვექნება მორიელებს? ძალიან სექსუალურები ხართ, ეს როგორ დამოიწურა კაცო, გადრება. ენერგია მოდის, ენერგია, რაც ამბობ კაცო, ემანაციები. ამას ყველა გზნობს. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენი გადაცემა უკვე რაღაც პირველი სეზონი იხურება და აი ჩვენი სტუმარი ხო ეს მე ხარია თქვენთან მოსვლა. ყოველთვის კარგი აურა მოგაქვს და ყოველთვის მე კარგი გაგზელება ის. ანუ მორიელს მოყვა და მორიელებისთვის როგორი იქნება ეს ზაფხული? ჩვენ სამახვარ წავიყვანოთ ეს გადაცემა. კაცო რაღაცა კარგად მიდის. სიცო ხარკა. ჩვენი მორიელებისთვის დავიწყოთ და მე მივყვეთ ყველას. არა, აი ეს უკვე ეგოიზმი. ნახე საწავი და მორიელი. დავიწყეთ და ლოგიკური ბმა. ეს კომპლიმენტი, რომელიც იყო შენს მიმართ. კომპლიმენტი გადაიყვანა უკვე ამბიციაში. ესე კარგი თქვა და ცუდიც მოაყოლა. მორიელებო არ დაიჯეროთ. ეხლა ჩემო კარგებო, ზაფხული გვაქვს წინ, აქ თემატიკა არის ძირითადი. ეხლა ყველას აინტერესებს როგორი იქნება ახლა აგერ აგვისტოა, სიყვარულის დროა, ეხლა აგერ ბატონო ლომში შედის მზე, აგერ უკვე და შესაბამისად ლომი ეს არის სიყვარულის სიმბოლო. შესაბამისად ჩვენ ახლა შევდივართ სიყვარულის მთავარ ზონაში წლის განმავლობაში ლომის ზოდიაქოში, ხო? და შესაბამისად ახლა 22 რიცხვიდან ჩათვალეთ აგვისტოს ბოლომდე. ეს არის სიყვარულის პერიოდი. სულხან საბას არ შეიშალა არაფერი. ნამდვილად. არა, რაზე ალაპარაკი, თავისთავად. ეხლა მოითამაშოთ, აი რა გველოდება ამ პერიოდში, იმიტომ ეს ყველაზე პერიოდია, ეფექტური, აქტიური, სხვა, მთა, დასვენება, ზოგი აქტიურად ისვენებს, ზოგი პასიურად ისვენებს, ვის როგორ უყვარს. და სიცხეს რა უყოთ ბატონშა? არა, სიცხეთ საჭიროა, ბაცო, ბებერი ძვლებით უნდა გაითფოს ზოგიერთმა, ზოგიერთ ჭირდება რაღაცა გამოუშვას ზედმეტი ორთქლი მზე, ამაში ახლა, მაგრამ ერთი რამ გაითვალის, უყურე ზღვის მერე რატო ვარ სხვანაირი? არა მარტო იმიტომ რომ აი მე მინახავს ადამიანი ერთი დღით ჩავიდა ზღვას და ჩამოვიდა. სხვანაირია. რატო? აბსოლუტურად გეთხოვა. უყურე 4 სტიქია მუშაობს ერთდროულად. ესეთი რამ ჩვენ არ აგვაქვს წლის განმავლობაში. პირველი ცეცხლი. ცეცხლი ეს რა არის? ეს არის მზე, რომელიც წვავს ყველა უარყოფით ენერგიას, ავთვალს და სხვა სახის ენერგოინფორმაციულ დაბინძურებას. მეორე წყალი. წყალი ეს არის საუკეთესო განწმენდი ეკლესია რატო ეყენებს წყალს თან მინერალური წყალი გვაქვს მინერალებით ახსავს ფტორი ბრომი მიკროელემენტები შავ ზღვაში მithumetes ხო მესამე ჰაერი
როდის დადგები თქვენ ტიტველი, ისე რომ გიქიქინოთ მაგალითად ჰაერმა. ხო, პირიქით ვიცვალთ, რომ არ გავცივდეთ და რაღაცა, ხო? და არ შეგსხვეს. ხო, ჰაერი ამ დროს წმინდავს, გასუფთავს და მეოთხე. როგორც იქნა, დავდექით ამ ჩვენი მშობლიური ფეხებით დედამიწაზე. როცა სულ გვაქვს რაღაცა პადოშვები და რაღაც უბედურებები და ფეხსაცმელები, რაც არის იზოლაცია. 4-ვე სტიქია მუშაობს. ამიტომ ჩვენ ვიწმინდებით. აი ეს პერიოდი გვაქვს ხა წინ რატო რომ გავიძლიეროთ ენერგია, განწყობა შევიქნოთ, იმისთვის რომ მე უკვე სექტემბრიდან მოდის ახალი სამუშაო პერიოდი, ვიყოთ კარგ განწყობაზე, გასუფთებული, აბარა, ამისთვის არის ამშვენი. ამიტომ შევკარგებო, ესე იგი, პერიოდი გვაქვს მნიშვნელოვანი, ოღონდ რაღაც ნიუანსები, დეტალები გასათვალისწინებელია, მათ შორის წმინდა ასტროლოგიურ კუთხით. რატო? გვინდა, არ გვინდა, ზეგავლენა ენერგიებისა და ადამიანიანი ენერგეტიკა. ძირითადად შედგება ენერგიისგან, ხო? შესაბამისად ადამიანი ხა ჩვენ რომ ლაპარაკობთ, ვაზროვნებთ, ვესაუბრებით, მოძრაობთ, ეს ენერგია გვაკეთებინებს ამას და ეს ენერგია გააჩნია ასევე ვარსკვლავებს, ციურ სხეულებს. მათი ზეგავლენა ჩვენზე, ამიტომ გვინდა არ გვინდა 40 საუკუნე ასტროლოგია ამას სწავლობს, არის საკმაოდ დიდი და კმედითი. აი ზეგავლენა უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტულად რა. აი მაგალითად აი რა პერიოდი გვაქვს ეხლა. მე მაგალითად ეხლა ყველას თხოვთ, რომ სადღაც ამ თვის ბოლომდე რაღაც მნიშვნელოვანი საკითხებია, საქმეებია, მოლაპარაკე ხაშევ დაასრულეთ. დაასრულეთ. აი ეს ამ თვის ბოლომდე არის კარგი პერიოდი, თუმცა უკვე შეიძლება პატარა სირთულეები შეგექმნათ. რატო? იმიტომ რომ აი განსაკუთრებით 22 რიცხვიდან და უკვე დაიწყო ეს მოქმედებები, მერკური არსებობს ესეთი პლანეტა. არის გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი. 3-ჯერ წელიწადში იცვლის მოძრაობას. ანუ თუ არის დირექტული, სწორად მავალი გადასარევია. მაგრამ თუ ის გახდა რეტროგრადული უკუმავალი, უკვე პრობლემებს უქმნის ახალ იდეებს, ახალ პროექტებს, გზავრობა, მოგზაურობას, კომუნიკაციას, ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკების ურთიერთგაგება მცირდება. რა შევა მერკური? რატო შევა მერკური? ამას შევა იმიტომ რომ აი ახლა გახდა რეტროგრადული 11 რიცხვამდე აგვისტოსი, რასაც გვევნება რას? დაუბრუნდით ძველ საქმეს. იყო რაღაც ძველი საქმე, რომელიც მიატოვეთ, არ განვითარდა სწორად, აბა ან გაანალიზეთ, ან გამოასწორეთ. ქონდა ძველი ურთიერთობები, გინდა პარტნიორული, გინდა სასკოლო, გინდა მეგობრული, დაირღვა, პრობლემები შეიქმნა, სწორად არ წარიმართა, აბა დაუბრუნდით, ან დაასრულე, ან გაანალიზეთ, ან სხვანაირად წარმართეთ. აი ახლა ამის დროა. აი ძველი იყო მოლაპარაკებები, არ წავიდა სწორად ძველი ხელშეკრულება, რაღაც შეცდომა დაუშვით, გამოასწორეთ. ამის დროა და 11 აგვისტოდან ის გაასწორებს მოძრაობას, მე რა ბატონო, ახალი იდეები, პროექტები, ხელშეკრულებები წავა, მოგზაურობაც იქნება უკეთესი. ეხლა მაგალითად, მოგზაურობის დროსაც კი შეიძლება ცოტა მეტი სირთულეები იყოს, მეტი საცობები. ანუ აგვისტოს დასაწყისამდე თავი შევიკავოთ. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესე არა 11 აგვისტომდე. 11 აგვისტომდე გრძელდება მისი რეტროგრადული. ეს გავითვალისწინოთ პირველი. მეორე გვაქვს ჩვენ მზის და მთვარის ცოტა მძიმე ფაზები, ეს არის 9 რიცხვი აგვისტო და მე 23. აქ ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა და ახალ მთვარეობა. ეს ორი დღე ცოტა რთულია. ადამიანის ემოცია ეგზალტირებულია, ის ვერ მართავს სწორად ემოციას და შეიძლება ძალიან ადვილად აღზნებადი იყოს, აგრესიული იყოს, შეცდომები დაუშვას. აი ეს ორი დღე გავიაროთ თხილად. 9 და 23. 9 და 23. არავითარ პროვოკაციებს არ აყვეთ, არავითარი კონფლიქტები არ გვინდა, აქ ალკოჰოლის ასმელები და სხვა სტიმულატორები, რომელიც პირიქით იწვევენ აგრესიას, ხო? კიდევ ამუშოთ ესეთი მნიშვნელოვანი მომენტები, გეომანტია დედამიწისა რა მდგომარეობაში. ანუ მოდი ახლა ესე ვთქვათ, ყველაზე კარგი პერიოდები, მაგალითად აგვისტოში, ჩვენ ახლა სხვაშორის კიდე არ აუშვოს ამ პერიოდს, ახლა და განსაკუთრებით აი თვის ბოლო, მაგრამ ყველაზე კარგი პერიოდები ჩვენ გვაქვს. უკვე პერიოდიდან რომელიც დაიწყება 11 რიცხვიდან, ხო? 18-ის ჩათვლით. აი აქ დედამიწის გეომანტია პოზიტიურია. ანუ ყველაფერი ადვილად გამოდის, ურთიერთგაგება ნორმალური და ადამიანები უფრო მშვიდად არიან. აი აქ ყველაზე რაღაც მნიშვნელოვანი საკითხები, აი ეცადეთ ეს პირველი კვირა გამიღენოთ. მეორე კვირა ეს უკვე დაიწყება 25 რიცხვის შემდგომ აგვისტოსი. აქაც დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, მაგრამ დანარჩენი პერიოდები იგი უარყოფით ენერგოველშია. რაც ნიშნავს დრას, რომ სირთულეები ცოტა მეტი იქნება, განწყობა ცოტა უფრო უარესი იქნება. ანუ აქ გაურთიერთგაგებაც მცირდება, ხო? ჯანმრთელობასაც მეტი ყურადღება უნდა. ეხლა კიდევ ერთი დეტალი, რახან ჯანმრთელობაზე ვთქვი, რადგან მზე ეხლა უკვე 22-ში გადადის ერთი თვით ლომის ზოდიაქოში. იქამდე 22-მდე ესე ვთქვათ, სუსტი ზონა ჩვენ გვაქვს კუჭნაზლავი. ეხლა მაქსიმალურად ყურადღება, რომ იყოს ხარისხიანი საკვების სასმელი. პლუს რომ კუჭს არ შეექმნას დიდი პრობლემები. 22-დან გულსიზარღვანი სისტემა სუსტდება. ეს რას ნიშნავს?
არავით არის ზედმეტი ნერვიულობა, ზედმეტი გადაღლა, განცდები, საუნა, აბანო, სოლარიუმი ამათთან თხილად. ეს გულს აწვება ძალიან, რადგან გული ცოტა სუსტდება, პატივცეთ ეს თავი ძრავაა ჩვენი ორგანიზმის, ხო? ანუ არ გადავიღალოთ. ამიტომაც გვაქვს დასვენების პერიოდი, ისე ამოვნეთ, კაი დრო გაატარეთ, დადებითი ემოცია მიიღეთ, გადაღლის, გადატვირთვის და ნერვიულობის გარშემო, ხო? აი ეს ტენდენციები ძირითადი, რომელიც ეხება ამ პერიოდს, სადღესასწაულოა ფაქტობრივად ჩვენთვის იმიტომ რომ ვისვენებ და ჩვენთვის თითოეული დღე უნდა იყოს აქ მithumetes დღესასწაული. აი ამას მიაქცევთ პირველში ყურადღება. ეხლა თბილისური ხვატი ხო არის, მაგრამ მე თბილისური ხვატი ხო არ მახსოვს, იმიტომ რომ ძირითადად სოხუმში ვიყავით ხოლმე დედულეთში და ანუ გავდიოდით როგორც კი იწყებოდა არ დედეგები და ბრუნდებოდით სექტემბერში და ისინი ვინც თბილისში რჩებიან ისინი ვინც ვერ ახერხებენ სადღაც გასვლას იმას თუ აქვთ თქვენგან რაღაც რჩევა ხო ახლა რასაკვირველია ის რჩევები რასაც პრინციპში ექიმები იძლევიან იმიტომ რომ აქ პირველ რიგში როცა ძალიან ცხელა მოგეხსენებათ მithumetes ну რა მნიშვნელოვანია რამდენი წლის არის ასაკოვანს უჭერს ხო უბრალოდ ამ გულსიზარღვანი პრობლემები მას უჭერს უბრალოდ მაგრამ ყველა ვარიანტში იცით რა უნდა ქნათ წყალი დიდი რაოდენობით და ცოტა მეტი სიგრილე თუ გაქვთ საშუალება ზოგს ვენტილატორი აქვს ზოგს დაუშვათ კონდიციონერი აქვს და ასე შემდგომ ну ივლიც მზის ქვეშ შემოკარგო ეს წესებია ხო ესეთი თუ მაინც გასვლა გინდათ ვარჯიში დილით ადრე ადაკით შეიწუხეთ თავი ხო მაგრამ ეს ხვატი ხო თავისთავად წყალი აქედან გამომდინარე ეხლა აღნიშნოთ კიდევ ერთი მშვენი დეტალი ესე იგი თქვენ შორის მე მინდა ვიტყვი ეხლა კიდევ პატივით სამკუთხედ ბუნება მე მახსოვს ივლისში ბიჭები ჩვენ სპეციალურად ვადგავდით ფეხს ასფალტს რატო? იმიტომ რომ ფეხის ანაბეჭდი ხდებოდა იქ. აი ისეთი სიცხე იყო ივლისში, რომ ზოგჯერ აგვისტოზე უარესი იყო. ასე რომ ახლა კიდე გვიან დაიწყო. კი, ნამდვილად და დრო ძალიან სწრაფად გარბის და რა თქმა უნდა ჩვენი ფართო აუდიტორია ყავს მაყურებლის და ყველა ზოდიაკოს ნიშანს აინტერესებს კონკრეტულად მისთვის როგორი იქნება ზაფხული. ეხლა შეიძლება თქვენ ფართო აუდიტორია არ ყავდეთ კაცო ეს რა თქმა უნდა. ეს თავისთავად გულისხმობა. ძირითადი გზავნილები ყველასთვის. მოდი ახლა აღნიშნოთ აი ყველა ნიშანი რის მიმართ იქნება უფრო მეტად ასე თქვათ მიდრეკილი და წარმატების ფაქტორი სად არის მეტად. დავიწყოთ ვერძის პირველი ნიშანი. ვერძს აქვს სიყვარულის დრო. ოპა. ის სიყვარულით ვერძებო. შეიძლება შემოკარგო ზოგიერთ თქვენთაგანი ახალგაზრდათაობის აღმოჩნდეს ახალ რომანტიკულ თავგადასავლებში და ხა იცით ეს პალმების ქვეშ და ასე თქვათ წყლის საოცრად მორაკრაკე ხმის ხმასთან ერთად რა საოცარი და ლამაზი რატომ არა ვარ ვერძი. ნუ ყველა ეგეთშიც გიწევს ამას ვარაღა ყველას თავისი ეგეთ ვერძი მოდი ეს თქვათ თუ თქვენ არ ყავთ ოჯახი, საუკეთესო დროა რომანტიკული თავგადასავლების ურთიერთობების ახალი სიყვარულისა და შეგო. თუ ოჯახი ყავთ, თქვენ გაქვთ საშუალება, არა მარტო განაახლოთ, არამედ ამაღლოთ ეს ურთიერთობები, ერთობლივად იმოგზაუროთ ეს ხო ჩვენ შვილებთან ურთიერთგაგება ზემაღალ დონეზეა. ვერძი ხდება ძალიან პომპეზური. ამიტომ მას უნდა რომ იგივე სასიყვარულო ურთიერთობა გადააქციოს დღესასწაულად, გადააქციოს რაღაც თეატრალურ სპექტაკლად. ამიტომ შეუძლია ძალიან ლამაზად აქ მოექცეს თავის მეორე ნახევარს და არნახული დაუვიწყარი შტაბ-შტილებები. მოხდა, იმიტომ შეიძლება მაგათ რა, რესტორანი დახუროს. და იქ მოაწყოს რაღაც პომპეზური სადღესასწაულო სუპრა, ხო? კი, ამიტომ საუკეთესო დროა იმისთვის, რომ ძალიან აქტიურია, ენერგიულია, ინიციატივა. ხა ჯანი ენერგია ვერც ყოველდღე ემატება, აგვისტოში იქნება არნახული მიზიდულობის მატარებელი. ამიტომ სიყვარულისთვის, სხვაშორის კონკურსებში, ლოტარებში მონაწილეობის მიღება, იქნება ასევე მისთვის მომგებიანი და წარმატებული. ეხლა რა შეეხება უკვე მეორე ნიშანს კუროს. აი კუროსთვის ეხლა ჯობია სამშობლოში ყოფნა. მე არ ამბობ რომ უცხოეთში მოგზაურობა უშლის, არა, მაგრამ ძირითადად წარმატება აქვს სამშობლოში. ერთი მეორე ძალიან მნიშვნელოვანია საოჯახო საათესო ურთიერთობების სტაბილიზაცია. რაც მეტად ოჯახის წევრებთან აქ კარგი ურთიერთობა შვენივრად გაივლის ამ პერიოდში. ზოგიერთი მემკვიდრეობის საკითხები შეიძლება აქ მოაგვაროს. ამასთან ერთად ინტუიცია უძლიერდება. ინტუიციაზე დაყრდნობით სწორ არჩევანს აკეთებს, სწორ ნაბიჯებს გავს და რასთავარია თუ არ გადის სადმე და რჩება სახლში, ძალიან კარგი შანსები აქვს იმისთვის, რომ მაგალითად იყიდოს ახალი ავეჯი. მოიწყოს ახალი დიზაინი, გაალამაზოს თავისი ბუდე, შექმნას კომფორტი, სადაც კარგად და ლამაზად იგნობს თავს, ხო? რა შეეხება ახლა ტყუპების ზოდიაქოს, აი რაც ახლა ტყუპებს უყვარს, აი ეს ტრებოდის.
აქტიური კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ახალი საინტერესო ადამიანების გაცნობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება, პარტნიორული თანამშრომლობის დაბევება, გზავრობა, მოგზაურობა, დებთან, ძმებთან, მეზობლებთან ურთიერთობა, იდეალურთან ახლობა და მათი თანადგომას გვერდით ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს ნიშანი ხა ზე აქტიურია, ზე მიმზიდველია, საოცრად საინტერესო, ქარიზმატულია და უამრავი საინტერესო იდეების რეალიზაცია. ამიტომ თუ რჩება აქ, დაუშვათ ქალაქში არ გადის, აი ეს კონტაქტები და საინტერესო იდეების რეალიზაციის დრო აქვს. თუ გადის გარეთ, იქაც შეიძლება ბევრი გაოცოს საოცარი იუმორით და ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, თავისი მსხვერპლობით. რაც შეეხება ხა ესეთ ნიშანს, როგორც არის კირჩხიბი. კირჩხიბებო, საერთოდ თქვენ დაგიდგათ ხა ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. გამარჯვების პლანეტა ხა თქვენთან არის მთელი წლით გადმოსული. ჯერჯერობით ფარველი ანგელოზი იქ არის თქვენთან, ამიტომ მაქსიმალურად გეხმარებიან წარმატებაში. ეხა ნუ გადაიღლებით, ჩემი ერთ-ერთი თხოვნა, თუ არ გადაიღლებით ზედმეტად და ახალ მთვარეობაზე, სავსე მთვარეობაზე რაღაც მნიშვნელოვან წამოწყებებს არ დაიწყებთ. სხვა მხრივ პერიოდი არ იქნება ცუდი, უფრო მეტიც ის ხელში უწყობს რას. თუ აქ რჩებით, შეიძლება ჩაერთოთ ძალიან საინტერესო ფინანსურ პროექტებში, რაც გაუმჯობესებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას. იქ თუ წახვალთ, რა სკოლა ხარჯი ცოტა გექნებათ მეტი, მაგრამ სამაგრო შეიძლება მიიღოს წინადადება, რომელიც შემდგომი თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების წინაპირობა გახდება. ამ მხრივ კარგია. იმოქმედეთ პრინციპით 7 ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. მაშინ უფრო წინ დახვალთ. ეხლა რაც შეეხება რასაკვირველია, მთავარ ფავორიტს, ლომი. არ ნახულად მიმზიდველი გახდება. აი ხა 22 დამზე გადავამი ზოდიაკოში, აი მე ნახე და აგვისტოში არ ნახულად მიმზიდველი, ქარიზმატული, ნამდვილი ლიდერი, ძალიან ეშხიანი, ეფექტური, ენერგიული, ოპტიმიზმით აღსავსე ფაფარს რო გაშლის ახლა ხო წარმოიდგინეთ. აი ესეთი ეს მათი დრო, აი ვარსკვლავური დროა, ყველაზე კარგად აქ არის წლის განმავლობაში, ხო? ამიტომ შოუ სპექტაკლით შეიძლება დადგას, არ ნახულად ყურადღებიანი იყოს პირად ურთიერთობებში. საქმეშიც კი ბიზნესში წარმატებულია, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ავტორიტეტს აიმაღლებს, ამიტომ ლომებო, თქვენი დრო მოდის. ამიტომ ეს ზაფხული არის რეალურად თქვენი. როგორ გამოიყენებთ თქვენზე? გინდათ გზავრობა, მოგზაურობა, ბიზნეს პროექტები, სასკოლო კონტაქტები, ქორწინებაც კი, ყველა შანსის წარმატების ფაქტორი ყველაზე მაღალი გაქვთ თქვენ. ეხლა წარმოიდგინე ლომი რო ადის თვითვინავში. საჩუქრს მე დაგეთრა ასცენდენტი გარეგნობის ნიშანია. ასცენდენტის გარეგნობის ნიშანი ტრამპს აქვს ლომში. რატოა პომპეზური? რატოა ესე ქედმაღლური სახე, რატოა ესე მაღლა და ზევიდავე ფაფარი როა? კი. თორე ტყუპებია შეგნით. მაგრამ გარეგნულად არის ლომი, ფაფარაშვილი, მე ხვდით? ეხლა მოდი ამუშოთ კიდევ ქალწული ზოდიაქო. ქალწულებო, ჩემო კარგებო, მე მინდა ერთი რამ თხოვო თქვენ, აქ შედიხარ დაბადების წინა პერიოდში. ეს ნიშნავს რას? ენერგოტონუსი ცოტა გეცემოთ. ამიტომ ჩემი თხოვნა, პირველი 2 კვირა აგვისტოში გაატარეთ ცოტა მშვიდად. ან დაასვენეთ რა საგუტარეთ, რასაც ქვია დასვენება. ხო? არავით არის დაღლა, გადაღლა, საერთოდ ჩემი თბილისში, ხო? არა, ეცადეთ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ და არავით არის საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისგებლო არ აიღეთ, იმიტომ რომ ორგანიზმსაც ცოტა უჭირს, დასვენება ჭირდება. დაასვენეთ ცოტა თავი ისე იმუშავე და თუ ახლა გადიხარ დასასვენებლად, ყველაზე კარგი ვარიანტია, ხო? იმიტომ რომ 2 კვირის მერე ჯანზე მოხვალ და გაცილებით წარმატებულები იქნებით. ეხლა კი პირველი 2 კვირა აგვისტოში ენასკვილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით. არ გათქვათ ინფორმაცია თქვენი გეგმები შესახებ. და რაც შეეხება სასწორს პერიოდი კარგი აქვს, ჯანზე ენერგეტიკა ძლიერი აქვს, თან მიმზიდველია. ეს არის პერიოდი საუკეთესო რეფორმებისთვის. ახალი საქმე, ახალი პროექტი, ახალი ნაცნობობა, ახალი მეგობრული წრე, მეგობრები გვერდით დაუდგებიან, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტი. აქედან მოვა ის ინფორმაცია, რომელიც მერე უკვე გახდება ახალი პროექტების და ახალი ურთიერთობების საწყისი. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშანს, მივადეკით როგორც იქ აქედან რო გვინდოდა დაწყება. ესე იგი მორიელს რაც შეეხება, ძალიან კარგი პერიოდია ჩემო დიდო კარიერული განვითარებისთვის. მაგრამ როგორ გითხრა ახლა დარჩი ამის გამო სამსახურში თქვენ ამდენად ვერ გეტყვი ამას, მაგრამ ისე სეზონი ხო? ხო, ამაშია საქმე რა თქვენ კი და ზუსტად აქ გაგვთ კარგი შანსები. თუმცა შეიძლება სხვანაირად განვავითაროთ. მაგალითად დასვენების დროს მოხვდეთ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კარგად იქეიფოთ, კარგი დრო გაატაროთ და კარგი გეგმები დააწყოთ. რა გააკეთოთ მერე სექტემბერში. ესეც შეუწყობს ხელს ამას, ხო? მაგრამ ვინც რჩება აქ
პროფესიონალურად შეიძლება სერიოზულად წავიდეს წინ, ისეთი რაღაცები გააკეთოს, რაც ხედველობაში მიღებული იქნება. ხელგვადალების მხრიდან, ამიტომ ხელს უწყობს პროფესიონალიზმის განვითარებას, კარიერულ წინსვლას, თუმცა მეორებ დასვენების დროსაც შეიძლება ესეთი იდეები და ესეთი კავშირები დამყარდეს, რომელიც ხელს შეუწყობენ შეიძლება შემდგომ ახალ სამსახურში გადასვლას, ახალი თანამდებობის მიღებას და ახალი უფრო მაღალი ანაზღაურების მიღებას, რაც თქვენი შემდგომი წარმატების ფაქტორია. ეხლა რაც შეეხება უკვე ესეთ ნიშანს, როგორც არის აგერ ბატონო შულდოსანი. ისაც თქვენ გიყვართ ყველაზე მეტად. აი ამის დროა. მოგზაურობა მოგზაურობის. აი ვისა ყველაზე მეტად გახსნილი გზა უცხოეთში. რა შეიძლება მეტი? გინდა აქ იმოგზაუროთ, მაგრამ პირველში უცხოეთში. რატო? იქ შეიძლება შეხვდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ან საინტერესო წინადადებით შემოვლენ, ან პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს, ან ახალი პერსპექტივები გაჩნდეს, ან ფინანსური წყაროები მოიძიოთ, რასთავარი ადით სიამოვნებას ხომ მიიღებთ ცალკე. პლუს ამასთან ერთად თან საქმე თან შტაბის-ტილებები, ამიტომ გაქვთ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, რაც მეტი დრო გავაეხლა. ჯანი მოგემატებათ, ქარიზმა მოემატებს, გონება מחვილობა, საინტერესო იდეები და მატერიალიზაციის შესაძლებლობა. ამიტომ თუ რჩებით აქ, აქტიურად, იმიტომ რომ შანსები გაქვთ არნახულად მაღალი ყველაფერში, ბიზნესში, საქმეში, მაგრამ თუ კიდე მოგზაურობის საშუალება გაქვთ, ორმაგად წარმატებული იქნებით. აღნიშნულს ვერძის. ეხლა რა გითხარი, ამიტომ მოიცადეთ. მე ხომ მოუთმენელი ვარ, როგორც ყველამ შევდოსანი. ტრადიციულად. ეხლა რა შეეხება დღის გას, დღის კებო, თქვენთვის ამ ნიშნავი პერიოდია რა კუთხით. საიდუმლო უნდა დაიცვათ, იმიტომ რომ შეიძლება გაიგოთ ესეთ რაღაცა, ესეთ ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მე გამოგადგებათ საქმეში ან ურთიერთობებში. ამიტომ ეხლა ჩუმად იყავით და რაღაც იდეები, პროექტები მოვა. არ იხმაუროთ ეხლა აგვისტოში. მოითმინეთ 22 აგვისტომდე მაინც. თუმანაც მე გათქვით ეს ინფორმაცია. მე წავა გაცლებთ, ეხლა შეიძლება გაიცნოთ ესეთი ადამიანი, როგორც სამსახურის კუთხით, ასევე დასვენების დროს, რომელთანაც ერთად მე უკვე სექტემბრიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთობლივი ტანდემი, ერთობლივი პარტნიორული ბიზნეს ან საქმიანი კავშირი. რომელიც მე საკმაოდ კარგ დივიდენდებს შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში. ოღონდ ენას ყველი დააჭირეთ. არის ლაპარაკობთ ამის შესახებ ჩუმად. თუ დაისვენებთ, კარგი იქნება პირველი 2 კვირა მაინც აგვისტოს. რაც შეეხება ახლა მერწყულებო თქვენთვის საუკეთესო დროა პარტნიორული ურთიერთობებისთვის. აი ახლა გინდა მეულესთან, გინდა სასკოლო პარტნიორთან, რომანტიკული მოგზაურობა, ერთობლივი შეიძლება შემოქმედებითი კავშირები ჩამოყალიბდეს. ბაჩუის შემოქმედებითი ინჭის დონარის გამოსავლად საუკეთესო დროა, ქორწინებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. ამიტომ გაქვთ მრავალფეროვანი ოღონდ პარტნიორი უნდა იყოს აუცილებლად, იმიტომ რომ პარტნიორი აქ ძალიან გეხმარება თავისი ენერგეტიკით და ხელს უწყობს ახალი იდეების შემოტანას, რაც მე ერთობლივ შეიძლება პარტნიორულ თანამშრომლობაშიც გადავიდეს. და რაც შეეხება თევზებო, აი თქვენ გაქვთ მოწესრიგების დრო. თქვენ იგრძნობთ რომ უკვე იღლებით. აგვისტოში ამიტომ კარგია რომ დაასვენოთ საკუთარი თავი და მოაწესრიგოთ რა. თქვენი აზრები, თქვენი ურთიერთობები, თქვენი გეგმები, აი დალაგების დროა, როცა თქვენ ამას ალაგებთ და მეორე უკვე სადღაც 22 აგვისტოდან ამის რეალიზაციაში გადახვალთ, როცა უკვე ჯან ენერგია მეტად მოემატებს. თუმცა საქმიანი კუთხით და ურთიერთობების კუთხით, სულაც არის ცუდი პერიოდი. თუ აქ რჩებით, თუ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ეს თქვენი შემდგომი პროფესიონალური წინსვლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იქნება. ეს მოკლე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დადებითი ტენდენციები გველოდება. უარყოფითი არ გვინდა. ხო, უარყოფითი არ მინდა ხა გავუპუჭოთ ადამიანებს. რა თქმა უნდა, თან ნახე მიშა სეზონს ხურავთ ამ სეზონის ბოლო გადაცემა, ნუ რა თქმა უნდა, საინფორმაციო სამსახური უწყვეტ რეჟიმში იქნება ეთერში, თუმცა თემატური გადაცემები იხურება და მინდა გითხრა, რომ ამ სეზონის ბოლოს სტუმარი ხარ. კი ბატონო და ასეთ რომ кай ფეხი მაქვს. ეს ჩემი ფეხი გადავა უკვე ნინოს სწორედ ამის აღნიშნა უნდა და იმიტომ რომ ახალ წელსაც, როდესაც ახალი წელი დგება, მაშინაც სეზონის გარკვეული პერიოდი ჩვენ არ ვართ ხოლმე ეთერში, მაგრამ როცა იწყება ყველაფერი, როდესაც შენახა ჩვენი ბოლოს სტუმარი, ყველაფერი კარგად იწყება და ფიქრობ, რომ ჩვენს მსმენელსაც კარგად სრულდება და საწყისიც მერე გაგრძელება, აი ამაზეც მინდა რა, ცოტა დრო დაგვრჩა და რაღაცა სრულდება ეტაპი, ხო? ყოველთვის მით უმეტეს, როდესაც ზაფხულის სეზონია, ვისვენებთ ასე შემდეგ და მერე იწყება ახალი ეტაპი. აი ეს ყველა ზოდიაქოს ნიშანი, როგორ მოემზადოს ამ ახალი ეტაპისთვის. თან ცოტა მერე რელაქსირებულები რო ვართ, ცოტა გვიჭირს ხოლმე რეალობაში დაბრუნება. გასაგებია, ამიტომ რომ უნდა გადახვიდე სხვა რიტმზე, უნდა ჩაჯდე გარკვეულ წესებში და ისევ ამ მარწუხებში ხვდები და ეს არავის არ მოწონს, ხო? თავის უფრო თავისუფალი ხარ შენს გემო, მაგრამ
იმას თავისი პლუსი აქვს, შემოგარგება. ახლა უყურე. თავარია სწორად გამოიყენოთ, ხო? თუ ადამიანი სწორად არ იყენებს ამას და პირიქით მე ვიცი კატეგორია ხარ, რომელიც იღლება ისე ზაფხულში. გაუთავებელი კეიფები და ამბები და მე აქ ჩამოდის დასასვენებლად, გესმის? და ამიტომ სწორი დასვენება. თქვენ ახლა რატო დავიწყე მე თავიდან 4 სტიქიდან? მოეფერეთ ბუნებას. აღივსეთ ამ ენერგიით. და დაელაპარაკეთ წყალი ცოცხალი არსება სასწაული ენერგია აქვს, ხო? აი ამ ზღვაში რო ჩაწვები და ეს ხმა რო გესმის წყლის და ამ ცას რო უყურებს სასწაულს და ამ ბუნებას და ჩიტებს და ხო, ისე ამოვნეთ, მიიღეთ, ეს არის უფლის ენერგია. მაინდამაც ეკლესიაში კი არ არის უფალი. უფალი ყველგან არის ჩვენ სირგული. თითოეულ მომენტში, ხო? აღივსეთ ამ უფლის ენერგიით და მერე ჩამოდით აქ და ნახეთ რა საინტერესო იდეები გექნებათ. ნახეთ რა კეთილგანწყობილი იქნებით ყველას მიმართ. ნახეთ რა ენერგიები დატრიალდება თქვენს. მე მეკითხები ახშიათ კაცო, რასაკეთებ ისეც რომ აი ეს აურას ქონი და არაფერს მე ვთხარი, უბრალოდ დადებით ენერგია შემომაგ, დადებით ენერგია რომ შემოიტანო უნდა კონდეს 7 ნერვულ სისტემა. 7 ნერვულ სისტემას ვინ ქმნის? აი ეს ბუნება ენერგია, უფლის მადლი, რომელიც ჩვენს ერგივი. ნამდვილად მიშა და ჩავერთვების საუბარში ძალიან კარგად მახსოვს წლების წინ ბავშვზე პრობლემები მქონდა და აი ესეთი დეპრესიული ფონიც და დაგირეკი, არ ვიცი გახსოვს თუ არა და არა ვარ კარგად თქო, ცუდად ვარ და რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე თქო და პასუხი იყო ძალიან მოკლე და კონკრეტული. გაუშვი სამყაროში დადებითი ენერგია, იფიქრე მხოლოდ დადებითზე, კარგზე და იცოდე რომ უკან ბუმერანგივით დაგიბრუნდება იგივე და შენი საქმეები, რაც კი პრობლემა გაქვს, ყველაფერს სხვანაირად წავა და მართლაც ხალხო ეს არის რა, არ არის რაღაცა მოგონილი ამბავი, აი ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა ჩემზე 16 წლის არის ჩემი პატარა, ეს იყო სადღაც 15 წლის წინ დაგირეკე, ხო არ იყო დაჩი კარგად და აი მართლა როგორც კი ჩემი ტვინი მოუმართეს სხვანაირად და მხოლოდ დადებითზე დავიწყე ფიქრი გამოწვევის მიუხედავად დავიწყე ყველაფრის დალაგება და ყველაფერი ძალიან კარგად სვატაშოს ეს პრინციპი მშილდოსნების არის. კი, აი ხო მე განწყობის თეორია ზუსტად აი ეს არის, რასაც გაუშვებ, მოდის უკან და ამათ ეს არ ჭირდა, ამათ ბუნებრივად არის. მაგრამ თქვენ მორიელებს განსოვჭერდეთ თქვენ იცით რატო ეხა აგიხსნით თქვენ იცით დრამატიზირება რაღაც პრობლემა რო არის აბუქებთ და მე იზიდავთ ამ ვარყოფთ ენერგიას ამიტომ თქვენ ჭირდებათ შილდოსთვის ეს ელემენტი პოზიტივი ოპტიმიზმი რაც უნდა მოხდეს შეუძახე შენ თავს რომ ყველაფერი კარგად იქნება ნახე თუ არ დაგიტრიალდეს კარგად კანონია ეს მიშა შენობით მოგმართავ მეგობრებო შენ მასწავლი აი იმ ზარმა 15 წლის წინ ისე მოატრიალე ჩემ ცნობიერება რომ აი მაგ მიმართულებით მორიელური აღარაფერი არის მაგრამ მე რა მინდა იცი ეს ქალი აქ დარჩეს თავისთავად მაგრამ მინდა კიდე სადმე სხვაგან ნახო რეჟისორებო რას უყურებ შეხედეთ რა მორიელი ყავს ან რა გარეგნა არ როგორ საუბრობს ამას არ ეკუთვნის სხვა ტიპის გადაცემები და უფრო საინტერესო და პროისეთი მიშა მადლობა ისეთი ბედნიერი ვარ რა ისეთი ბედნიერი ეს არის ჩემი მეორე ოჯახი. აკაც თქო და კიდე სადმე. მადლობა. მე რა დღეში ვარ ხო წამოვიდი. არა, ეს საკეთება კულისებს მიყვავის საუბრობ მაგ ხო გაგრძე? კი. რაღაცა მინდა თქვა. ნახოს კიდე ერთხელ თქვი სადაც მორიელია იქ ძე მოიმარაგეთ. აბარა, იმიტომ შხამე ხო უნდა გამოიყვანო. იცი რა მორიელს ფეხს თუ არ დაადგავ. არ მოგშხამავს, ხო იცი ჩემზე უკეთესად. იცი, მაგრამ აი მაგაში საქმე რომ ზოგჯერ თქვენ სარკაზმი გიყვართ. სარკაზმი ეს თქვენ თამაშის ფორმა, მაგრამ სარკაზმი რომ ზოგჯერ მოშხამავს მე მაგ ჩემი დამოკიდებულება დასვენების მიმართ. ანუ ხო არის ხოლმე ყველა ელოდება ზაფხულს და მაინც და მაინც ზაფხულისთვის და მე ვფიქრობ რომ ყოველ დღე უნდა გამონახო დრო რომ დაისვენა. დაისვენო რა იყო აი ის რაც შემბრძანე რომ ბუნებასთან კავშირში წყალთან, სასთან, სითფოსთან, ბუნებასთან. სვაჩორის მე ხა გავამხელ მაყურებელთან ერთ ამბავს. ამ კაცს ვიცნობ საიდან ჯერ კიდევ იპოდრომზე, ძველ იპოდრომზე დარბოდა ტრუსიკით, მინდა გითხრა დილით ადრე. ზამთარში და რა ვარჯიშებს აკეთებდა, ცალკე ძალიან სპორტულია. მინდა გითხრა, ხუჭი სიტყვები არ არის. და მიშა საოცარი ადამიანია ზოგადად. მე ვფიქრობ რომ აი კი ახლა დასვენების და როგორ არ უნდა გავყოთ კი ახლა რა თქმა უნდა საფხულში უფრო მეტად უნდა გამოყო დრო და შენს ოჯახთან ერთად ახლობელთან ერთად საყვარელ ადამიანთან მაგრამ ყოველ დღე უნდა გამონახო ეს დრო იმიტომ რომ თუ არ დაისვენე თუ არ მიეცი თავს უფლება იმისი რომ რაღაცნაირად საერთოდ გაითიშო აი დაისვენო რა კაი არა მოდი მოკლედ თქვათ რა აი სამყარო იმართება რა პრინციპით ამ პრინციპს ქვია ბალანსი
ზომიერება ხო აი ნახე ხმა. ზედმეტ შეჭამ ცუდად ხარ სულ არ შეჭამ ცუდად რატომ იმიტომ რომ დაირღვა ბალანსი ხო ელემენტარული ასევეა ცხოვრება უნდა ვიმუშაოთ მაგრამ ბალანსირებულად უნდა დავისვენოთ თუ ადამიანი ერთ საკედან არაკეთებს ექვენება დისბალანსი მათ შორის ცხოვრებაში და ორგანიზმში ისჯება ანავად ხდება ამ პრობლემები ემატება ნერვულ სისტემას ნევროსტენიკი ხდები და მწამლავ ირგვლივ მოკლე და გასაგები რა თქმა უნდა ამას ბევრი ამიტომ ნუ მოვწავლოთ ერთმანეთს და დავისვენოთ და ხო მაგრამ ერთია რომ ნუ მოვწავლოთ მეორე არ ესვით რომ ამისთვის საჭიროა ცოტა რაღაცა უნდა მოინდომო პატარა დისკომფორტი და რაღაცაზე უარის თქვა ცოტა ადრე ზილს მოვაკლო რაღაცა და ადრე მე ვიცნობ ერთ ადამიანს ეხა არ გეტყვით ნინო ქეიცნობს იმ ადამიანს მაგრამ არ ვიტყვი ხა სახელმწიფოს პირველად რომ გამესტო რამეთ რა იცი მაგარი ბიჭი ეგონა რა თავის თავი და მე 20 წელი არ დამისვენეო მეოთხარი ხელს არ ჩამოგართვე გაუკვირდა რატო გაცთან დირექტორია რატო იმიტომ რომ მეოთხარი ბინძურე კაცი ხარ რას ქო ბინძურე 20 მეოთხარი შენში არის უფალი ეს შენი სხეული არის ტაძარი შენ 20 წელი არ დაგისვენია ესე იგი აბსოლუტურად პატივს არცემ უფალს და შენს ტაძარს და რა დონეზე გაქვს დაბინძურებული მე ხელს არ ჩამცი ბინძურეს თუ გადმოაყრი მე გაგიჟდა მაშინ პირველად დაფიქრდა და სულ პირველად წავიდა დასასვენებლად იმ წელს აი ზუსტად ეს მიშა რომ შენი სიტყვები ძალიან ხშირად აფიქრებს ადამიანებს 15 წლის წინ მე დამაფიქრე და სხვანაირად შემოდრებდა ყველაფერი და ამის დიდი მადლობა როგორ ერთია რომ შენ გაქვს ანტენა ერთია რომ მე ვიტყვი ეხლა აი ეს ანტენა შენ იჭერს და ვიღაცის ანტენა ვერ დაიჭირა და შენ არა მარტო დაიჭირე შენ შეასრულე ამიტომ მე უამრავ კატეგორიასთან მაქვს ურთიერთობა ბევრია ისეთი რომ საერთოდ ვერ იგებს ან ვერ იჭერს და არა კატეგორია რომელსაც დაიჭირა მაგრამ დაეზარა ამის გაკეთება არ უმჯობესია დაჭერა და განხორციელება აი ამაში საქმე ზუსტად კარგი მიშა ძალიან დიდი მადლობა მადლობა და კარგ დასვენებას ასევე ყველას აი შენ პირადად შენ ჩემონინო ჩემთასაც უსურებ რა თქმა უნდა და ჩვენს რადიო მსმენელს მინდა რაღაცნაირად ეს დრო გამოიყენონ და შეხვდნენ სიახლეს უკვე მომზადებულები დასვენებულები და მზადყოფნაში ახალი წინ მინდა გითხრათ მეორე ნახევარი არ არის მსუბუქი ჩვენ არ მარტო არჩევნები გველოდება არამედ იქნება საკმაოდ გარკვეული დაძაბულობები თავს სოფლიოში ამიტომ ნერვული სისტემა დაამშვიდეთ გამაგრდით რომ ეს ყველაფერი შვიდად გადავიდა და ბალანსი დაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი მადლობა და დროებით და ახალ სეზონზე გელოდებით ჩვენ მალე დაგიბრუნდებით დროებით